რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამშაბათს 21 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. ორივე მინისტრს სურს გამართოს ორმხრივი მოლაპარაკებები, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებსაც ითვალისწინებს. მხარეებს შორის შეხვედრა დაძაბულობის ფონზე შედგა, რადგან სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კვლავ გადაწყვიტა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დატოვება. ფაშინიანმა აგრეთვე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირის დამყარება სურს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში რუსული მხარე მომხდართან დაკავშირებით ყველა დეტალს გაითვალისწინებს და თავიდან აიცილებს ცალმხრივ ინტერპრეტაციებს, რომლებიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ახლა განვიხილეთ, სწორედ ასე კონსტრუქციულად ვიმშელებთ ყველა არსებულ პრობლემაზე. ჩვენ ვაფასებდით და ახლა ვაფასებთ ძმურ კავშირს სომეხ ხალხთან და სომხეთთან, ჩვენს ბუნებრივ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან. აგრეთვე დაინტერესებული ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების განმტკიცებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა სომხეთს აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა 10 წლზე მეტიარად დაძაბულია. 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში ორ ერს შორის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა.